მოდი ვისაუბროთ პედრი გონსალესზე, ერთის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად, ლაღად და ესთეტიურად მოთამაშე ფეხბურთელზე, მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც და თანაც ძალიან დამაზიანებელი და უკვე დამღლელი მხარე, ეს არის ტრავმიანობა. სამწუხაროდ პედრი ისევ ტრავმირებულია და საბედნიეროდ დიდი ხნით არა, დაახლოებით 3-დან 4 კვირამდე იუქმებს პედრი, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა ეს ყველაფერი. პედრის კიდევ ერთი ტრავმის შემდეგ აუდექი და ჩავეძიე და დამაინტერესა ზოგადად რამდენი თამაში აქვს გამოტოვებული პედრის ტრავმიანობის გამო და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან მძიმე სტატისტიკას მივადექი და ახლა გაგიზიარებთ. 2021-2022 წლების სეზონი 41 გამოტოვებული მატჩი. 2022-2023 წლების სეზონი 19 გამოტოვებული მატჩი. 2023-2024 წლების სეზონი 25 გამოტოვებული მატჩი. 2024-2025 წლების სეზონი 3 გამოტოვებული მატჩი. 2025-26 წლების სეზონი 16 გამოტოვებული მატჩი. ჯამში 104 გამოტოვებული მატჩი იმ სეზონებში, რაც ჩამოვთვალე, რაც რეალურად კატასტროფულად ბევრია. განსაკუთრებით ბევრია იმის ფონზე, როცა იაზრებ, რამდენად საჭირო, რამდენად ფუნქციური მოთამაშეა პედრი ბარსელონასთვის. ფაქტიურად ბარსელონა პედრის გარეშე და ბარსელონა პედრისთან ერთად არის ორი რადიკალური გუნდი, ვინაიდან პედრი ქმნის თამაშს, პედრი ქმნის ძალიან დიდ განსხვავებას მოედანზე, ასე რომ რა შეგვიძლია ვთქვათ, მალე გამოჯანმრთელება და ნაკლები ტრავმიანობა. Vamos.